ჰაერის დაბინძურება, უკანონო ტყით სარგებლობა და ზოგადად ეკოლოგიური უსაფრთხოება ეს ის თემებია, რომლებიც სულ უფრო აქტუალური ხდება. ბოლო 2 წლის მონაცემებით ცხადყოფს, რომ მხოლოდ გამონაბოლქვის კონტროლის მიმართულებით ათასობით სამართალ დარღვევა გამოვლინდა. უკანონო ჭრის წინააღმდეგ ბრძოლამ კი აჩვენა, რომ პრობლემის მასშტაბები ჯერ კიდევ სერიოზული არ ამდა და ეფექტიანია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და რას უნდა ველოდოთ მომავალში. ტარიელ ირემაძე, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა. ჩვენი დღევანდელი გაცემის სტუმარი, გამარჯობა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ახალ სატელევიზიო სეზონზე ხარ ჩვენთან ერთად. ორი ძალიან მნიშვნელოვანი თემა ვახსენე, ერთი გამონაბოლქვები და მეორე ხე-ტყის უკანონო ჭრა. მე პირადად მქონდა შთაბეჭდილება ასეთი რჩებოდა ყოველ შემთხვევაში, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრა აღარ წარმოადგენდა იმ მასშტაბის პრობლემას, როგორიც იყო ეს წლების წინ. თუმცა როგორც ხვდები, სტატისტიკურად ეს მთლად ასე არ არის. ამიტომ დავიწყოთ ორივე თემაზე, ბუნებრივია, მივყვეთ თანმიმდევრულად, ჯერ გამონაბოლქვების თემა შევეხოთ, რა სურათი გვაქვს, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე პრობლემაა, რომელსაც წლების განმავლობაში თითქოს ყველა ვსაუბრობთ, მაგრამ რეალურად გადაჭრადი ჯერჯერობით კვლავ არ არის და მე უკვე შევეხოთ ტყის ნაწილს. კი ბატონო, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და გისურვებთ წარმატებულ სეზონს. რაც შეეხება გამონაბოლქვის საკითხს, სწორედ 2023 წლის სექტემბერში, ანუ 2 წელია გასული მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაიწყო აღსრულება და კონტროლი გზებზე ხილული გამონაბოლქვისა. თუმცა ეს არ არის ესე ვთქვათ განყენებული პროცესი, რაც გამოიხატება იმაში, რომ მანამდეც საქართველოს მთავრობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის პოლიტიკა გაატარა იმ კუთხით, რომ შემცირებულიყო ზიანი ატმოსფერულ ჰაერზე, გაჯანსაღებული იყო ქალაქებში, საუბარია დიდ ქალაქებზე, ატმოსფერული ჰაერი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, გულისხმობთ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან იმ კონტროლს, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. აი ამ 2 წლიან პერიოდში 2023 წლიდან დღემდე მე შემიძლია გითხრათ, რომ ესე ვთქვათ, გავრცელებული ვრცელი სტატისტიკა არის დაახლოებით 12000 საჯარიმო სანქცია, სადაც შედის როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები, რომელთა დაჯარიმებაც მოხდა გზებზე. პროცესი არის ძალიან მარტივი, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს ყავს მისი პატრულების ეკიპაჟები, ქალაქი არის 4, ესე ვთქვათ, ადმინისტრაციულ სამართალდაღოთა კოდექსის მიხედვით, ეს არის დედაქალაქი თბილისი, სადაც კონტროლი მიმდინარეობს, ქალაქი რუსთავი, ქუთაისი და ქალაქი ბათუმი. შედეგები როგორი გვაქვს განსაკუთრებით დედაქალაქში, სადაც ჩემი ერთი რიგითი ჟურნალისტის დაკვირვებიდან გამომდინარე, ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას. თუმცა შესაძლოა სხვა ქალაქებში კიდევ უფრო მწვავედ იდგას, მაგრამ ამ დედაქალაქში ესაც გადაადგილებისას ვხედავთ, ეს ძალიან თვალხილულია ეს პრობლემა. ნამდვილად გეთანხმებით იმაში, რომ პრობლემა საკმაოდ მწვავე იყო და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო აღნიშნულ ესე ვთქვათ რეგულაციის და კანონის შემოტანა. თუმცა რამდენად გაამართლა და რამდენად შედეგიანია ეს არის სწორედ საერთოდ. აუცილებლად მოგახსენებთ ტენდენციებს რამდენად გაამართლა. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვანე პირველ ეტაპზე, ჩვენ როდესაც 2023 წლის 4 სექტემბერს 2 წლის წინ დავიწყეთ კონტროლი, ვიზუალურად ქალაქში ძალიან ბევრი ავტომობილი გადაადგილდებოდა, რომელსაც აღნიშნებოდა შავი ფერის თუ სხვა ესე ვთქვათ შეფერილობის გამონაბოლქვი, რომელიც ჰაერისთვის აზიანო იყო. თუმცა როდესაც ესე ვთქვათ კონტროლი დაიწყო და უკვე დაიწყო ავტომობილების შესაბამისი წესით დაჯარიმება, შესაბამისი გამზომი ხელსაწყოების ესე ვთქვათ ჩართვა აღნიშნულ ესე ვთქვათ სისტემაში, შეინიშნებოდა გარკვეული კლება აღნიშნული ავტომობილების ქალაქში გადაადგილების. ანუ კონტროლის გამკაცრების შედეგია? რა თქმა უნდა, გამომდინარე იქედან, რომ უკვე ესე ვთქვათ მესაკუთრეებმა და მძღოლებმა იციან, რომ ქალაქში და ქალაქებში არსებობს უკვე მსგავსი სამსახური, რომელიც ესე ვთქვათ აღნიშნულ პრობლემას ესე ვთქვათ პასუხობს და პასუხობს სანქცირებით დარღვევის შემთხვევაში. და პლუს ამას ავტომესაკუთრეებს ინფორმირებულობის ესე ვთქვათ მხარეც გაეზარდათ, გამომდინარე იქედან, რომ მანამ კონტროლი დაიწყებოდა, იყო სხვადასხვა ესე ვთქვათ ასოციაციებთან, მათ შორის მოქალაქეებთან თუ ასე შემდეგ, მათ შორის მესამე სექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები და აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდა ამ ესე ვთქვათ კანონის შემოტანა, რომელიც უკვე გადაიქცა აღსრულებაში. რაც შეეხება აი ამ 12 მაგალითისთვის, მაყურებლისთვის პრო გასაგები რომ იყოს. მაგალითად, დღის განმავლობაში ან თვის ან კვირის განმავლობაში რამდენ ავტომობილს აჩერებთ პირობითად, რომელზეც ხედავთ, რომ რეალურად ეს პრობლემა აქვს და ანუ რამდენი დაჯარიმება ხდება. სტატისტიკურად ეს მაჩვენებლები როგორია? უხეშად თქვი, ბუნებრივია თვე შეიძლება ანუ მთლიანობაში როგორი სურათია ამის
ჩვენება მინდა მაყურებლისთვის. კი, აუცილებლად შემიძლია ნებისმიერ ჭრილში გითხრათ ეს სტატისტიკა თვიურ ჭრილში რაც შეეხება დაახლოებით ჩვენი ეკიპაჟების მხრიდან იმის მიუხედავად რომ რესურსები ჯერ კიდევ შეზღუდული ადამიანურ რესურსებს გულისხმობ ჩერდება დაახლოებით 700-მდე ავტომობილი საიდანაც თვის განმავლობაში გულისხმობს ეს ბევრია თუ ცოტა? ჩვენი რესურსებით ეს არის 15 ეკიპაჟის მიერ ესე თქვა დადებული შედეგი არის საკმაოდ დიდი ციფრი 4 გალაქსია საუბარი ჩემს მიერ ზემოთ ხსენებულს და დაახლოებით აქედან 500-550 საჯარიმო სანქცია იწერება. მოგეხსენებათ ავტომობილის გაჩერება ავტომატურად არ იწვევს მის დაჯარიმებას. ჩვენ გვაქვს გამზომე ტიპის ხელსაწყოები, ეს არის ევროპული ტიპის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებენ მათ შორის გერმანიაში და მაღალი ის თქვა განვითარებულ ქვეყნებში და მათ შორის ჩვენთანაც საქართველოში ტექინსპექტირების ცენტრებში გამოიყენება სწორედ აღნიშნული ესე თქვა ხელსაწყოები. თუმცა ავტომობილის მესაკუთრეს და მძღოლს დაჯარიმებიდან აქვს 2 საათი ვადა, რომ არ დაგვეთანხმოს, გაასაჩივროს მის შედეგები და გადაიყვანოს ავტომობილი. 2 საათი ძალიან მცირე დრო ხომ არ არის? 2 საათი არ არის მცირე დრო, რადგან ჩვენ გვაქვს საუბარი ქალაქებზე, როგორც არის დედაქალაქი თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. ძირითადად ავტომობილები ჩერდება მოიხსენებათ ეს თქვათ ქალაქის ტერიტორიაზე და ეს არ არის მაგალითად ქალაქგარეთ ტყე და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჭიდრო დასახლებულ პუნქტებში და მაგრამ მე ვლაპარაკობ გასაჩივრებისთვის ძალიან მცირე დრო ხო არ არის თქო? არ არის, რადგან ჩვენ ესე თქვათ საპილოტო რეჟიმში 2023 წლიდან წლის ბოლომდე ესე თქვათ გავტესტეთ, ქონდა ესეთ შემთხვევები და ამ კუთხით ეს თქვათ ჩივილები მძღოლების მხრიდან არ ყოფილა რომ ეს მცირე დრო არის. სწორედ მძღოლებისთვის და იმ ადამიანებისთვის ვინც ახლა გვიყურებს და მათ შორის მძღოლებზე მაქვს სწორედ საუბარი, მათ რომ ზუსტად იცოდნენ რა შემთხვევაში ხდება დაჯარიმება, ანუ რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი რომ არ დაჯარიმდნენ და რას არ უნდა აკმაყოფილებდნენ რომ დაჯარიმდნენ. კი ბატონო, აქ ძალიან მარტივი ეს თქვათ ნორმა და გაწერილი არის პრინციპში ადმინისტრაციულ სამართალაყოთა კოდექსში, ძალიან მარტივად რომ უთხრათ მოქალაქეებს, აქ არსებობს 2 ტიპის ესე თქვათ მიმართულება. ერთი არის ბენზინის ძრავიანი ავტომობილები და მეორე დიზელის ძრავიანი ავტომობილები. ორივე ტიპის ეს თქვათ ავტომობილებს ზომავს ჩვენი ხელსაწყოები. როდესაც ეს თქვათ ეკიპაჟი პატრულების დროს შეამჩნევს ხილულ გამონაბოლქვს და ავტომობილს აღენიშნებს გამონაბოლქვი, მაშინვე უჩნდება ვალდებულება ეკიპაჟის წევრს რომ გააჩეროს სპეციალური წესით ავტომობილი, როგორც ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო საბატონო პოლიცია აკეთებს იგივე წესით გააფრთხილოს გამზომი ესე თქვათ ხელსაწყოებით გაზომოს ავტომობილში მავნე ნივთიერებების რაოდენობა დიზელის ძრავიან შემთხვევაში და ასევე ბენზინის ძრავიან შემთხვევაში და თუ აღემატება CO-ს დონე და მათ შორის იმ მავნე ნივთიერების დონე, რომელიც არის მათ შორის გაწერილი, უკვე 100 ლარიანი საჯარიმო სანქცია ფიზიკური პირის შემთხვევაში არის პირველ ეტაპზე, იურიდიული პირის შემთხვევაში ან კომპანიების ავტომობილების შემთხვევაში ეს არის 500 ლარიანი საჯარიმო სანქცია. აქ არის 3 ეტაპიანი საჯარიმო სანქცია, განმეორებით შემთხვევაში 15 დღის ვადა არის აქ, გასამაგდება საჯარიმო სანქცია. და რაც შეეხება ტყეს. აქ როგორი სურათი გვაქვს თავდაპირველად სტატისტიკური მონაცემები, რომ გითხრათ რა ტენდენციაა და რა არის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ უკანონო ჭრის თემა კვლავაც რეალურად სახეზე გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ამ საკითხთან მიმართებაში სახელმწიფომ წლების წინ შეიმუშავა საკმაოდ გამკაცრებული პოლიტიკა და ეს პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებული უნდა იყოს. ნამდვილად ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ზოგადად საქართველოს მთავრობის და რა თქმა უნდა გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი აქ არის მთავარი ეს თქვათ უწყება რომელიც კონტროლში არის ჩართული მე გეტყვით სტატისტიკებს და ტენდენციებიც რომ გამოვკვეთოთ საინტერესო იქნება აი მაგალითად 2021 წლის სტატისტიკას ოფიციალურს რომ შევადაროთ გასული წლის 2024 წლის სტატისტიკა უკანონო ხეთქით სარგებლობის დაახლოებით 59%-მდე არის შემცირებული 24 წლის სტატისტიკის მონაცემები. ანუ აქაც სახეზეა კლება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოწვევები არ არის და კლებას აქვს რამდენიმე ფაქტორი. ერთი რა თქმა უნდა ეს არის ბოლო წლებში კანონმდებლობის გამკაცრება და მათ შორის როგორც ადმინისტრაციულში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში გამკაცრებული ნორმები, რაც გულისხმობს როგორც უკანონო ხეთქის სარგებლობაზე გამკაცრებულ ნორმებს, ასევე უკანონო სახერხის საამქროს ესე თქვათ რეგულაციების გამკაცრებას. და პლუს ამას აქ არის გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ბოლო წლებში შემოტანილი ინოვაციური საზედამხედველო ესე თქვათ საშუალებები, აქ იგულისხმება მაღალტექნოლოგიური საშუალებები, როგორც არის უპილოტო საფრენი აპარატურა, დრონებით კონტროლი, ასევე სხვა სპეციალური საშუალებები, როგორც არის ღამის ხედვის ესე თქვათ ბინოკლები და ასე შემდეგ, აღარ ჩამოვთვლი, აქ არის ძალიან ბევრი ესე თქვათ საშუალება, როგორც არის მაგალითად იგივე ფოტოხაფანგები და ასე შემდეგ და აი ამ ყველა ფერმა ერთობლიობამ გამოიწვია ის, რომ უკანონო ხეთქის
ხეთქის სარგებლობის ფაქტები შემცირდა, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ კონკრეტულ რეგიონებში მოგეხსენება ჩვენ პატრულირებთ საქართველოს მასშტაბით გარემოს ყველაზე რთული მდგომარეობა რომელ რეგიონებში? სტატისტიკური მაჩვენებლებით, ესე ვთქვათ, გამოვლინება ყველაზე მეტი ეს არის კახეთის რეგიონი, ასევე სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონი, რა თქმა უნდა. ესე ვთქვათ, ორი რეგიონი შეგვიძლია სტატისტიკური კუთხით გამოვყოთ, თუმცა არის რა თქმა უნდა ზოგადი ესე ვთქვათ სტატისტიკა, რომელიც როგორც მოგახსენეთ, წლების მიხედვით მოდის კლებაში და ეს არის ორი მიმართულების დამსახურება. ერთი რა თქმა უნდა, გამკაცრებული კანონმდებლობა, მათ შორის გასული წლის ბოლოს შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში და სამართალ კოდექსში გარკვეული ნორმები გამკაცრდა, მათ შორის უკანონო ხეთქის სარგებლობის კონკრეტულ ნორმებზე და პლუს ამას ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეპარტამენტი გააგრძელებს მომავალშიც იმ ტექნოლოგიების განვითარებას, რომელიც ხელს უწყობს უკანონო ხეთქის სარგებლობის პრევენციას. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებები და ბუნებრივია კვლავაც სიამოვნებით გიმას მისძლევთ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში ტარიელი რემაძე საუბრობდა.